ჯანდაცვის მინისტრმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან თამარ ხიდაშვილთან ერთად სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. სერგეი ექიმებს თამარ ხიდაშვილი წარუდგინა, ასევე ისაუბრებს მიმდინარე სოციალურ პროექტებსა და გეგმებზე. დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა ინციდენტიც, მივიდა შუალედურ არჩევნებში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც დავით სერგეენკოს განაცხადა, რომ მასაც აქვს უფლება როგორც კანდიდატს კონდეს მოლაპარაკებები მოსახლეობასთან ministrთან ერთად. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრია, ჩემი ჯანდაცვის მინისტრია, ჩემი შვილების ჯანდაცვის მინისტრია და ჩემი ამორჩევლის ჯანდაცვის მინისტრია. და ესეთი რამე არ ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროსაც და მე ეს მინდოდა დამეფიქსირებინა. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ძალიან დიდი მადლობა ყველას. არ არის არაფერი არ მოხდება. იმისთვის არ გვიბრძოლია ჩვენ 2012 წლის ოქტომბერში, რომ ეს ხდებოდეს, რაც დღეს ხდება. არა, არაფერი დანაშაული არ წერილით მოგმართავთ და იმედია პასუხსაც მივიღებთ. მე დღეს შეხვედრა მქონდა ჩემ კოლეგებთან, საგარეჯოს რაიონის სამედიცინო საზოგადოებასთან, როგორც ქალაქის ავადმყოფოს, ასევე სოფლის ექიმებთან. მე ხშირად მაქვს ხოლმე ესეთი შეხვედრები რეგიონებში, დღესაც ესეთი გაცვლა იყო ჩვენი მოსაზრებების, მათგან მოვისმენე ადგილობრივი პრობლემები, მათ მოახსენე მიმდინარე და მოსალოდნელი პროექტების შესახებ და ეს იყო ძირითადი ფორმატი ჩვენ შეხვედრის. დღევანდელი შეხვედრა იყო ექიმებთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში და წინასაარჩევნო კამპანიას შემოუერთდა ჯანდაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო, რომელმაც ასევე პირადად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და იმის მნიშვნელობაზე, რომ მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროთ კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს.